ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და თუ თქვენ გაინტერესებთ მსოფლიო შოუ-ბიზნესური სიახლეები, სად და რა საქმიანობენ კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები, გთავაზობთ ინფორმატორის მეოთხე ყველაზე ვრცელ გამოშვებას კომპანია ასპექტთან და ლაილაისთან ერთად. ინფორმატორი ამჯერად მომავალი მსახიობების მანანა ბერიკაშვილის სამსახიობო ფაკულტეტის სადიპლომო სპექტაკლს დაესწრო. წარმოდგენილი იყო კრისტოფერ გორნის კინოსცენარის მიხედვით ინსცენირებული წარმოდგენა ჩვენ გველის დიდება. თვითონ ნაწარმოები არ არის პიესა, ეს არის სცენარი, კინოსცენარი, ასეთი კრისტოფერ გორნის სცენარი, ფილმიც კოპოლას ფილმი არსებობს ამ სცენარის მიხედვით და ჩვენ გავაკეთეთ, მე პირადად გავაკეთე ისცენირება. ანუ თეატრალური ვარიანტი, ახლა სიმართლე რო გითხრა ძალიან ცოტა დარჩა იმ სცენარიდან, მაგრამ იდეა არის, ანუ მისაღები გამოცდები თეატრალურ სკოლაში და 4 წელი, რომელსაც გაატარებენ ეს ახალგაზრდები ამ სკოლაში და როგორ გადიან მერე ცხოვრების გზაზე. აი ამაზეა თავიანთი ტკივილებით, სიხარულით, მიზნებით და ასე შემდეგ. მე ვარ გაბრაზებული, განრისხებული, საბრძოლველად შემართული. Paimase! Kokosto! Imedija! კარგად ვიცნობ ბავშვებს და სწორედ აქედან გამომდინარე ავიღეთ ესეთ ნაწარმოები, იმიტომ რომ ჯგუფი მღერის კარგად, მოძრაობს კარგად და მე მინდოდა რომ მაქსიმალურად გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და ვფიქრობ რომ არ შევცდით არჩევაში. შესანიშნავი მსახიობია. Კინა ხავს? არა. მაგრამ გამიგია. იცი, არც კი ვიცოდი, ნიუ-იორკში თუ ცხოვრობდა. წინა ნამუშევრებზე ჩემთან ვერ ვიტყვირო, აი ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რაღაც შედეგებს ვაღწევდით, მაგრამ აქ მე მგონი მოხდა ყველაფრის თავმოყრა და აი მე პირადად კმაყოფილი ვარ ბავშვების. მაგრამ მოწოხა. აი მე მოგწონვარ. მაგრამ ძალიან. მოგწონვა. მომეცია რა. მაგრამ მოგწონვა. მაგრამ მოგწონვა. მომეცია რა ხი. ეგალა სულელი ხო არა ხარ? ხატვარი არის მერაბ მოისტრაფიშვილი წარმოდგენის. მუსიკალურად გააფორმა ახალგაზრდა კომპოზიტორმა მიშამ დინარაძემ და ის თავად ასე ვთქვათ მონაწილეობს სპექტაკლში, ცოცხალი გაფორმება ანახევრად სპექტაკლში და ძალიან კარგი კოლექტივი შეიკრა, ასე ვთქვათ. ქორეოგრაფი სპექტაკლის არის თვითონ სტუდენტი, რომელიც თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს. ბრუნო ფეხს ვერ ვხედავ.
სანო სტუდიაში კიდევ ერთი საინტერესო პროექტი იქმნება. უკვე ყველასათვის კარგად არის ნაცნობი კოკა აბზიანიძის სახელით. სწორედ მისი მონაწილეობით სტუდიაში ჩაწერები მიმდინარეობს. ნახოთ სიუჟეტი. ახალი პროექტი არის სამგანყოფილებიანი. პირველი განყოფილება არის ჰაუსი, სადაც 8 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ორი იქნება, სადაც BK ზონას ერთობლივი ჩანაწერი იქნება ჯგუფ ლაითმოტივთან. ორი იქნება აფრიკული მერაბ სანოძესთან ერთად და ერთი კომპოზიცია იქნება, რომელიც ფოლკზე იქნება, ფუძე იქნება ქართული ფოლკლორი, სადაც კოკა პირველად იმღერებს მერაბ სანოძესთან ერთად. აი იმაზე გადავა. შეეხება პირველ სეგმენტს, აი ეს 8 კომპოზიცია, არანჟირებაზე მუშაობს DJ Buka 6 კომპოზიციაში. ორი კომპოზიცია ჩამოდის გერმანიიდან არანჟირებაზე. სებასტიან ბეკი DJ გზავნის საჩუქრად კოკას ერთ კომპოზიციას. ხლა მიდის მოლაპარაკება იქნება მოვასწროთ ამავე პროექტში. ავიგდორთან ერთადაც ერთი კომპოზიცია კოკამ რო დაუკრას მასთან ერთად. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ქართული ჰაუსი არ არსებობს. ყველაფერს თავი გავანებოთ, მაქედან არ დაემსგავსება ქართულ რეალობას, იმ შოუ ბიზნესს, რაც ქართულ მუსიკაში და დღევანდელ ამბავში ხდება. მეორე იქიდან გამომდინარე, რომ ბევრად საინტერესოა ჩემთვის იმ მხრივ, რომ თანამედროვე მუსიკის, აი თანამედროვე თუნდაც ჰაუსის ელექტრონული მუსიკის აი ცოცხლად აღჟღერება ხდება, აი საცეკვაო იმისთვის არის მიწოდებული მასისთვის ძალიან კარგად რა. მესამე კიდე, რა ვიცი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ესე რომ ძალიან შემოქმედებითია ჩემთვის, ეს არ არის პულტთან რაღაც დისკოტეკაზე დგახარ, რაღაც იქ მიქსავან რაღაცას დიდ ხალხს აცეკებს, ეს უფრო ჩემთვის უფრო ბევრად შემოქმედებითია. მხრივ რომ მუსიკას ვაკეთებ მე თვითონ, რა თქმა უნდა, კოკასთან ერთად, იმიტომ რომ კოკას გარეშე ეს არ კეთდება და დათოსთანაც ერთად, რა თქმა უნდა. და რაღაც აი შემოქმედებითი შერწყმა ხდება და რაღაც ბევრად საინტერესოა. პირველი სერიოზული პროექტია ჩვენი ჯგუფის და იმედია ყველას მოეწონება, იმიტომ რომ ძალიან უცხო არის ქართველი მსმენელისთვის. აქ არის 8 ინსტრუმენტი გამოყენებული. ერთმანეთზე არის დადებული. ესე იგი კოლბელები არის გამოყენებული, ბუბენები, სამნაირი ტარბუკა არის და 3 კონგია გამოყენებული. რა არის თავარი და რა თქმა უნდა შრომა, გამოცდილება და თვითონ შეგრძნება უნდა კონდეს ინსტრუმენტების სმენა და რიტმის გზნობა. ბავშვობიდან უკრავ, მაგრამ სერიოზულად ეს თითქმის წელი ხდება უკვე. რაც დავიწყე დაკვრა. ეს პროექტი არის ჩემი ჩანაფიქრია დიდი ხნის 30 მედოლე ესე ქართულად რა თქვა რა დასარტყამ ინსტრუმენტზე ვინც კიფლობს მინდა გავაკეთო რაღაც სელექცია ამორჩევა მინდა ვნახო შევხედო ხალხი როგორ არის ეს არის დაგეგმილი ფაქტიურად რითმული თეატრი გამოდის ესე თქვა წარმოიდგინეთ 30 ადამიანი რომელიც ერთდროულად ყველანაირ მიკროფონის გარეშე შეასრულებს მთელ საათიან კომპოზიციას ესე თქვა სხვადასხვას ფაქტიურად საქართველოში და პოსტ საბჭოურ ქვეყნებში აშკარად ახალი სიტყვა იქნება ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.